არაფერი არ იქნება თუ არ დაემხო ოლიგარქია. ყველას ასე ბოლო წუთამდე ველოდებით რომ იქნება ეხლა სხვანაირად მოხდეს, არ მოხდება სხვანაირად. რეჟიმი დგას მარტო დაჭერებზე და შიშზე. არ არის საჭირო ეს რაღაცა რაციონალური ფიქრები აშენდება. და პირდაპირ უნდა ვთქვათ, ოლიგარქიის დამხობა არის ამოცანა, თუ გინდა რომ ხალხი იყოს გარეთ, თუ გინდა რომ შეკითხვები არის მოდის რა მოხდება და როგორ მოხდება. ოლიგარქია სანამ იქნება ესეთი გადაწყვეტილებები. მხოლოდ კაფიო და რადიკალური. ზოგიერთ რო ეგონა რომ ამერიკის შეერთებული შტატებმა ეს თქო გუშინ და ამიტომ ბიზნა გადაიქცევს ეგრე არ არის. ბიზნას არ აქვს უკან დასახები გზა. ბიზნა არის უმძიმეს ჩიხში და აწი თუ უფრო მეტად გართულდება მისი მდგომარეობა და საზოგადოებისადმი რეპრესიული დამოკიდებულება, თორე არ შემსუბუქდება. საშიშია ეს საქართველოსთვის ძალიან. ამძიმებს ეს პროტესტის მდგომარეობას. პირიქით, ამსუბუქებს, იმიტომ რომ გიჟის მდგომარეობაში რაც უფრო მეტად შევა. ბიძინა ივანიშვილი მით უფრო დასუსტება და უფრო მეტ შეცდომებს დაუშვებს. შემდეგი თქვენი ხსნები სავარაუდოდ ნიკამელია 29-ში და შემდეგ უკვე თქვენ იგივე გზის გავა მოგიწევთ, ეს ალბათ პრეცედენტულია ხო ეს გადაწყვეტილება? არა, აბსოლუტურად მარტივად რო ვთქვათ, ეხლა ჟურაზე რაც მოხდა, სწორი შეკითხვა იყო, ჩვენ გამოვედით შეთანხმებული პოზიცია იყო ეს, იმიტომ რომ უბრალოდ სიმცირე არ დაგვიტოვეს რომ რამე გაგვიკეთებია. ამის მერე განჭირება გამოიტანა მოსამართლემ რომ სახაზინო ადვოკატის გარეშე გააგრძელდეს პროცესიო. ამის მერე შევიდა ახალი ადვოკატი კეთი ჩომახაშვილი და ის არ დაუშვა პროცესზე მოსამართლემ. ეს ხო არ არის რა მიზეზით. უბრალოდ არ უნდა, იმიტომ რომ ჩათვალა რომ დრო გაჭიანურდება და დღეს 9 საათამდეც ვერ მოასწრებს გადაწყვეტილების გამოტანას. ამიტომ სრულიად მარტო დატოვებული ადამიანის პატიმრობა განიხილვა და იგი სამართლებრივი დაცვის გარეშე გაუშვა პატიმრობაში. მოდით ვიყოთ გულწრფელები. ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით ასე უნდა გქონდეს პრინციპი. რაც უარესი, მით უკეთესი. რაც უარესად მოიქცევიან, მით უფრო სწრაფად დავამხო.